ეს ქოზიფას სამონასტრო კომპლექსია, რომელიც 4 ტაძრისგან შიომღვიმეს, წმინდა გიორგის, ყოველთა წმინდათა სამებათა და ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიებისგან შედგება. მონასტრის ისტორია მე-6-მე-7 საუკუნიდან იწყება. სახელწოდება ქოზიფა კი იერუსალიმთან ახლოს მდებარე მე-5 საუკუნით დათარიღებული პალესტინის უძველესი ქოზიფას მონასტრიდან მოდის. ჟამთაცვლამ ამ მონასტერს თავისი კვალი დაამჩნია და მე-17 საუკუნიდან იგი აღარ მოქმედებდა. სულ რაღაც 8 წელი არას მონასტერი რუის ურბნისის მიტროპოლიტის მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით ამოქმედა. ამჟამად აქ 12 სასულიერო პირი ცხოვრობს, რომლებმაც უარი თქვეს ამ ქვეყნიურ ცხოვრებაზე და ცხოვრების განსხვავებული გზა აირჩიეს. დღე იწყება დაახლოებით შუაღამის 3:30-ზე პირველი ზარი ირეკება, როდესაც უნდა აღდგნენ მონასტრის წევრები მოემზადონ ლოცვისთვის. მერე 3 საათზე იწყება უკვე შუაღამიანის ლოცვა, ესე ქვია. შემდეგ მოეკვნის ცისკარი და ბოლოს ტარდება წირვა ხოლმე მონასტერში. ყველა დღე ერთმანეთს არ აგავს. ლოცვები თითქმის ყველა დღეა, მაგრამ წირვა შეიძლება არ იყოს ყველა დღე. ყველა აი ამ ლოცვისა და ტრაპეზის წინ ირეკება ზარი. გამოთხილებელია მონასტრის ცნობა ერთად შეიკრიბოს ან ტაძარში, ან სატრაპეზოში აღარ საქმეს. ქოზიფას მონასტერში სულ 12 სასულიერო პირია, 5 ბერი და 7 მორჩილი. მათი საცხოვრებელი ადგილი კი ასე გამოიყურება. გარდა ცხოვრებისა, მამები ჩვეულებრივი მორწმუნე ადამიანებისგან საეკლესიო წესიდან და ტიპიკონითაც განსხვავდებიან. მარხვები ცოტა მკაცრი არის, დიახ, ვიდრე ერის ადამიანებისათვის. დიდი მარხვა არის განსაკუთრებით მკაცრი და იცავენ მონასტრის წევრები, ვისაც რა კურთხევაც, ანუ ნებართვაც აქვს აი ამ მარხვასთან დაკავშირებით. ორზა წყალზე დიდი მარხვის ბოლო კვირა. ნებისშვიდეული. დიახ, შესაძლებლობის მიხედვით ეხლა. ყველას განსხვავებული შესაძლებლობა გააჩნია და მოძღვარი, სულიერი მოძღვარი, მონასტრის წინამძღვარი აძლევს კურთხევას. ვინ როგორ დაიცვას, ზოგი უფრო მკაცრად შეიძლება პური და წყალიც არ მიიღოს ადამიანმა წითელ პარასკევს. დილის ლოცვების შემდეგ მონასტრის ყოველი წევრი სხვადასხვა საქმითაა დაკავებული. მესაქონლეობა, მიწის დამუშავება და მშენებლობა ეს ბერების ძირითადი საქმიანობაა, რასაც სასულიერო პირები მორჩილებას უწოდებენ. საქმე ჩვენ მორჩილებას ვეძახით ამათ, სხვადასხვა არის დილიდან დაწყებული უკვე ლოცვების შემდეგ, მცირედი დასვენება არის, შემდგომ სხვადასხვა სამუშაოები მიწაზე არის მესაქონლეობა, გვაქვს ნათესები სხვადასხვა იგივე მშენებლობის დროს დამხმარე, ასე რომ რა საქმეც მოითხოვს ყოველი დღე იმ საქმით არიან დაკავებულები. ცხოვრება გრძელდება, გზა ბევრია, საქმე ისაა, რომელია გზა უმართლესი. ბერები და მონაზვნები საკუთარ ცხოვრებას უფლისკენ მიმავალ გზას უკავშირებენ.